გამარჯობა, მე ვარ თემურ მაგარაძე. დღეიდან ვიწყებ Excel-ის ვიდეო გაკვეთილების ჩაწერას. დავიწყებთ პრაქტიკულად ნულიდან, ისეთივეთი როგორიცაა Excel-ის ფაილის შექმნა და თანდათანობით ეტაპობრივად გავართულებთ. პირდაპირ შევდგეთ საქმეს. Excel-ის ფაილის შექმნა შეგვიძლია ორი ხერხით. პირველი, ეს არის სამუშაო მაგიდის ნებისმიერ არაში, დავაკლიკოთ თაგვის მარჯვენა ღილაკს, სადაც გამოვა კონტექსტური მენიუ. აი აქ ჩამოვიდეთ new გამოსულ ფანჯარაში, მოვუძებნოთ Microsoft Excel worksheet-ის სახელი. გამოვა Excel-ის ფანჯარა, სადაც ავტომატურად შეგვიძლია დავტოვოთ ის სახელი, რასაც გვთავაზობს Excel-ი, ან წავშალოთ და დავარქვათ ჩვენთვის სასურველი სახელი. ჩემ შემთხვევაში საყურადღებოა ის, რომ I new Microsoft Excel worksheet-ის შემდეგ მიწერია წერტილი XLSX. რას ნიშნავს ეს? ეს არის ფაილის გაფართოება და სახელის შეცვლის დროს აი ეს წერტილის ჩათვლით ბოლო ნაწილი არ უნდა წამიშალოს, თორემ კომპიუტერი მას Excel-ის ფაილად ვერ აღიქვამს. თუ წავშლი მხოლოდ წერტილის წინა ნაწილს. მოდი წავშლი, წერტილი XLSX დავტოვებ და დავარქვა მოდი ჩემ სახელს ფაილს. სახელის დათმობის შემდეგ უბრალოდ უნდა დავაჭიროთ Enter-ს იმისათვის, რომ დაიმახსოვროს და ჩვენი ფაილი მზადაა. შეგვიძლია გავხსნათ და შეგნით დავიწყოთ მუშაობა. ეხლა მეორე ხერხი. ჩამოვიდეთ ქვემოთ, მოვუძებნოთ Start ღილაკი, დავაწყაპოთ მასზე. ზოგიერთ შემთხვევაში აი აქ ამოგვივარდება ხოლმე როგორც ჩემ შემთხვევაში Excel-ის პროგრამა, მაგრამ ეს ყველგან შეიძლება არ იყოს, ამიტომ ზოგადად სასურველია ვიცოდეთ სად უნდა მოვუძებნოთ. აი ამ შემთხვევაში დავაწყაპოთ All-ს, გამოვა კომპიუტერის ყველა პროგრამა, სადაც მოვუძებნით უკვე Excel-ს და მასზე ერთჯერადი დაკლიკებით გამოვიძახებთ პროგრამას. გამოვა აი ასეთი ფანჯარა, აი აქ ჩვენ უნდა ვირჩიოთ blank workbook, ანუ ცარიელი ფურცელი Excel-ისა. დავაკლიკებთ მასზე, გაიხსნება Excel-ი, რომელიც უკვე მზადა მუშაობის დასაწყებად. აი აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რასაც ვიმუშავებთ, აუცილებლად ჭირდება ბოლოს აი ამ ფაილს შენახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ აი აქედან უბრალოდ X-ით გავთიშავთ, დავხურავთ, ჩვენი ნამუშევარი დაიკარგება. დღეისათვის სულ ეს იყო, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. მადლობა ყურადღებისათვის.